ჩემი ძმა საავადმყოფოში მოტეხილობის გამო შევიდა, ექიმების გამოუცდელობისა და სავარაუდო სამედიცინო შეცდომის შედეგად კი გარდაიცვალა. 13 წლის ლუკა ჩხიკვიშვილის და განცხადებას ავრცელებს, მოზარდს ნარკოზის შეყვანის შემდეგ გული გაუჩერდა. შემთხვევა ბათუმის იაშვილის კლინიკაში მოხდა. ლიზი ჩხიკვიშვილის განცხადებით საავადმყოფო ოჯახის წევრებს გარდაცვლილის ნახვის უფლებასაც არ აძლევდა. მოვითხოვთ სამართლიანობის აღდგენას, უფრთხილდით ამ კლინიკას, წერს ის სოციალურ ქსელში. მოხდარზე გამოძიებაა დაწყებული, კლინიკას ამ დრომდე განცხადება არ გაუცელებია. უვადო პატიმრობა ყოფილი ცოლის განსაკუთრებული სისასტიკით მკვლელობისთვის გორის რაიონულ სასამართლოში დღეს ზურაბ ბურდულის განაჩენი გამოცხადდა. ჩავდებულმა ყოფილი ცოლი 34 წლის თათია ლომინაძე ჯერ დაჭრას, შემდეგ ქიმიური ნივთიერება, ბოლოს კი ბენზინის შეასხა და ცეცხლი წაუკიდა. ქალს სხეულის 80% ჰქონდა, დამწვარის კლინიკაში მიყვანიდან რამდენიმე დღეში გარდაიცვალა. სავარაუდოდ არასრულწლოვანების ჯგუფმა ვაკეში 4 მაღაზია გატეხა. ქვებით ჩაამსხვრიეს ერთმანეთის გვერდ მდებარე პარფიუმერისა და ტანსაცმლის მაღაზიების ვიტრინები. სავაჭრო ობიექტებში ამბობენ, რომ თანხა და ნივთები მოპარული არ არის. 4 ოქტომბრის საქმის 8 ბრალდებული პატიმრობიდან გათავისუფლდა. პროკურატურამ მათ საპროცესო შეთანხმებას 3 წლიანი პირობითი მსჯავრით გაუფორმა. 8 თვიანი პატიმრობის შემდეგ 7 ბრალდებული სასამართლო დარბაზიდანვე გათავისუფლდა.